მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა. მაგას ეს არის კლასიკური გაშლა, რომელიც პრინციპში ყველა ტაროლოგები ბლობენ მაგ გაშლით. ინტერნეტ სივრცეშიც არის ეს გაშლა ხშირად. არ არის ახლა ესეთი საკრალური გაშლა, რომელიც თქვათ არ იცოდნენ. თუმცა საკრალურია ეგაც რა, მაგრამ უბრალოდ ახლა ინტერნეტ სივრცეში ეს გაშლა არის. მე ახლა ეს მინდა გავაკეთო იმათის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს სიტუაცია და ვნახოთ როგორ გადაწყდება თქვენი სიტუაცია ჩემი მოსწავლეებისთვის, ან იმათთვის, ვისაც აინტერესებს საერთოდ წაკითხვა გაშლის, იქნება როგორც სავარჯიშო, ასე ვთქვათ. ამას დავდებ აუცილებლად ჩემთან სასწავლო მასალაში, ასე ვთქვათ, კლას გარეშე, როგორც ჩემი ერთი მოსწავლე იძახის ხოლმე, ხო, რომ იქაც გქონდეთ და ამიტომ დღეს ასე ვეცდები დაწვრილებით აგიხსნა თქვენ, როგორ მუშაობს ეს გაშლა. იმიტომ რომ ჩემთან, რა თქმა უნდა, კურსზე მე ვაძლევ გაშლებს საკრალურს, რომელიც აქ არ დაიდება ნამდვილად, იმიტომ რომ ის მოსწავლებიდან მოსწავლეზე გადადეს და მაგრამ აი ესეთი გაშლები, რომელიც ახლა პრინციპში არის ცნობილი და არის ინტერნეტ სივრცეში, კი შემიძლია დავდო და აგიხსნათ, რომ ეგაც შეიძლება გამოადგეს ვინმეს და შემიძლია თქვა, რომ ჩემთვის ეს იყო პირველი გაშლა, რომელიც მე ვიპოვა ინტერნეტში, როცა მომივიდა ეს აზრი, რომ უნდა ვისწავლო ტარო და აი ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა სხვადასხვის და მომცა ძალიან ბევრი პასუხები. ესე იგი ჩემი მოსწავლეების უსაყურადღებოდ ეს ჩვენ ვიღებთ როგორც გვინდა. ისე დასთა მზად არის და ანუ არ არის აუცილებელი რომ ზემოდან მართლა ავიღოთ თქვენ როგორც გინდათ. პრინციპში როგორც მოელაპარაკებით ტაროს. დავიწყოთ ახლა პირველი პოზიცია გვაქვს ჩვენ საერთოდ სიტუაციის არსი. ან მდგომარეობა, რა მდგომარეობაში არის თვითონ მკითხველი. ანუ და კითხვა გვაქვს, ანუ როგორ გადაწყდება სიტუაცია. სიტუაცია გაქვს უყოლეს თქვენი ჩაფიქრებული. პირველი არის ეს პოზიცია, მე რა თქვენ სქემა გიქნებათ აუცილებლად, რომ დავდებგეთ კურსზე. რა ამ სიტუაციაზე რა გავლენას რა აღწევს ამ სიტუაციაზე, ანუ შეიძლება გარეთა ფაქტორები რა მოქმედებს ამ სიტუაციაზე. შემდეგი ვნახოთ რა ძრახვები აქვს ამ ადამიანს, რის იმედები აქვს და შესაძლებლად რა სავარაუდოდ რა შედეგი იქნება ამ სიტუაციის. ვნახოთ ყურადღებით უბრალოდ უყურეთ, როცა გავაკეთებ გაშლას, ძალიან გთხოვთ. შემდეგი მეოთხე პოზიცია ჩვენ გვაქვს, ანუ ნამდვილი, მაგრამ დამალული მიზეზები. ეს პოზიცია ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაჩვენებს უფრო გვეცნობიერს, აი გვეცნობიერად რა ხდება, რას ვერ ვხედავთ ჩვენ. რა ფაქტორები, რომელიც მოქმედებენ. მეხუთე პოზიცია იქნება, ანუ როგორ მოქმედებს წარსული ამ სიტუაციაზე, წარსული როგორ მოქმედებს. ახლო მომავალი რა ელოდება ამ სიტუაციას. როგორი წერება. შემდეგი ეხლა თვითონ მკითხველი ამ სიტუაციაში როგორ გრძნობს თავს, აქ კიდე ეგეთი პოზიცია არის. შემდეგი არის როგორ მოქმედებს, ანუ მასზე გარე ფაქტორები. არის აქ კიდე ცოტა მნიშვნელოვანი, ან ვინ შეიძლება მაგაზე მოქმედებს, შეიძლება გააჩნია თუ იქნება აქ სამეფო კარის არკანები, ესე იგი შეიძლება ვიღაცა ამ სიტუაციაზე ახდენს გავლენას. და რა იმედები აქვს ადამიანს, ან შიშები შეიძლება ამ სიტუაციაში.
და როგორ საერთოდ შედეგი რა ამ სიტუაციის შედეგიც ვნახოთ ეს მეათე პოზიცია არის აქ. ასე. აი ასეთი არის თვითონ გაშლა, ასე გამოიყურება, ასე რომ ვთქვათ და დავიწყოთ ახლა ჩვენ ვიღებთ როგორც ყოველთვის პირველი კარტი უნდა გავხსნათ და მერე უკვე მთლიანი ჯერ ცალ-ცალკე სულ ყველა გავარჩიოთ და მერე უკვე ვნახოთ ცალ-ცალკე. ანუ პირველი ჩვენი რა არის სიტუაციის არსი და ამაზე გვიპასუხებს პირველი არკანი აქ რომელიც ну თქვენ ახლა იმედი მაქვს შეფიქრებული გაქვთ უკვე რაღაცა სიტუაცია და ანუ თქვი დაუშვოთ კაი სიტუაცია თქვენ ჩაიფიქრეთ მოდით ასე ვთქვათ ხო ანუ სიტუაციის არსი ეხლა თვითონ ადამიანის მდგომარეობა მე შემიძლია გითხრათ რომ აქ პრინციპში ადამიანს ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს იმიტომ რომ ადამიანი არის სავსე რაღაცა და იმედებით იცი დარწმუნებული არის რომ პრინციპში რომ ყველაფერი კარგად იქნება ადამიანი არის ანუ სიტუაციას ფლობს თვითონ ძალიან შვენივრად კარგად ანუ იმპერატრიც არის აი მშვიდი ენერგია ჩვენ ასე სათითაოდ გავარჩიოთ როგორც მე თქვენ გასწავლეთ ჯერ და მე უკვე მთლიან სურათსაც ვნახავთ ანუ რა მოქმედებს ამ სიტუაციაზე ანუ გარეთ ფაქტორები რა მოქმედებს დიდი სურვილი ნუ აქ უკვე შემიძლია თქვა რომ შეიძლება ადამიანს აქვს შეფიქრებული რაღაც ძალიან კარგი და თვითონ ადამიანმა გაარჩი არჩევანი ეს უკვე შეიძლება ნახათ როგორი ნუ რა თქმა უნდა თქვენ როცა ადამიანთან მუშაობთ თქვენ იცით მაგისი თქვათ რა უნდა რომ გადააწყდეს რა სიტუაცია აქ ადამიანს რაზე ფიქრობს ეს ადამიანი ხო ანუ რა ინტერესებს მაგრამ ჩვენ ახლა უბრალოდ ვიღებთ სიტუაციას ანუ რანაირად როგორ გავმყავდეს საერთოდ როგორ გადააწყდება ეგ სიტუაცია მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რომ თვითონ ადამიანი არის მშვენიერ ენერგიებში მშვიდად წყნარად არის პლუს კიდე ამაზე და ძალიან დიდი სურვილი ანუ რა მოქმედებს ამაზე ამ სიტუაციაზე გარეთა ფაქტორები ის რომ პრინციპში მე შემიძლია ვთქვა ამით რომ სხვებსაც ალბათ დაინტერესებულები არიან სხვებიც ანუ გარედანაც მშვენივრად კარგად ფიქრობენ ადამიანებიც ან ადამიანები ან თვითონ ენერგია არის ისეთი რომელიც უნდა პრინციპში მოქმედებდეს ადამიანზე ძალიან კარგად მაგ სიტუაციაზე შემდეგი პოზიცია ჩვენ გვაქვს ანუ რა ძრახვები რაზე ადამიანი შეიძლება თქვათ რის იმედები აქვს რომ ეს სიტუაცია გაუმკლავდება კარგად სულ მაღალი არკანები რა საინტერესო ნახეთ როგორი გაშლა წამოვიდა მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება აქ უეჭველი რა იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია ყველა ვარიანტში ამ ადამიანს აქვს იმედი რომ აი სიტუაცია როცა გადაწყდება მის ცხოვრებაში იქნება ძალიან დიდი ცვლილება და ძალიან დიდი წინსვლა იქნება იმიტომ რომ ეს როცა ტრანსფორმაციას ჩვენ ვხედავთ უკვე თან ადამიანს აქვს იმედი რომ ეს იმედი არის ნახეთ რომ ანუ ეს სიტუაცია რო გადაწყდება ისე როგორც მე მინდა და ესე იგი ჩემ ცხოვრებაში მოხდება ძალიან დიდი ცვლილება აქ შეიძლება ადამიანმა ჩავშე ჩაიფიქრა თქვა ორსულობაზე და ყველას უნდა რომ დაორსო და რა თქმა უნდა ხა როცა გახდება დედა სიტყვაზე შეიძლება სიტუაცია შეიძლება ბიზნესი აქვს ჩაფიქრებული ადამიანს რომ მინდა რაღაც ახალი ბიზნესი გავაკეთო უკვე პრინციპში შეიძლება აქ სიტუაცია რომ ადამიანი უკვე всё ანუ არის მომწყობებული იმისთვის რომ უკვე დაიწყოს რაღაცა ეს საქმე და აუცილებლად თვითონაც აქ ესეთი ძრახვები რომ ნამდვილად მე მაქვს იმედი რომ აი სიტუაცია როცა გადაწყდება ჩემ ცხოვრებაში მოხდება ძალიან დიდი ცვლილებები აქ უკვე ცვლილებები შეიძლება იყოს სულიერ დონეზეც შეიძლება საერთოდ აი მისი ცხოვრება უკვე გაიყოფა სხვათა შორის აი ზუსტად მე როცა ვაკეთებდი ჩემთვის მე ვაკეთებდი რა თქმა უნდა რას მომიტანს ტარო და ნუ ეს ყველას აქვს ეგეთი სურვილი რომ გააკეთოს ამ თემაზე როცა უნდა რომ ისწავლოს და ნუ მეც ვიყავი მათ შორის რა თქმა უნდა და ზუსტად მაშინ გამოვიდა კოშკი და აი ზუსტად მაშინ ვთქვი რომ აი დავიმახსოვრე ეს არკანი და შემიყვარდა იმიტომ რომ მართლა
ის შეიცვალა ჩემი სიტუაცია, გაიყო ნამდვილად, ანუ რაღაცა ის მე-16 არკანი რას გვეუბნება, როგორი ტრანსფორმაცია ჩვენ გვაქვს რაღაცა გამოვლილი პერიოდი, ჩვენ გვაქვს გამოცდილება რაღაცა ერთგვარი, ხო, ბევრი რაღაცა გამოვიარეთ, დავაგროვეთ გამოცდილება და ეხლა უკვე ის ცხოვრება, როგორიც ჩვენ ცხოვრობდით, ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება იქიდან მარტო გამოცდილება გვინდა ჩვენ და ნამდვილად ჩვენ გვაქვს იმისი, აი აქ ადამიანს აქ დაუშვათ იმისი იმედი, რომ ის გამოცდილება, რომელიც მას აქვს, გამოადგება მაგას აუცილებლად ამ თუნდაც იმაში, რომ ის შედეგებზე რა, ანუ ეს სიტუაცია როგორ გადაწყდება, თუნდაც მაგაშიც. აი ეს არის ნუ პრინციპში არ არის ცუდი, ნამდვილად რა ხო ადამიანს არ აქვს და შეიძლება ეს შესაძლებელი შედეგიც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ნამდვილად ეს რაღაცა ბიძგი არის რა, იმისთვის რომ ცხოვრება შეცვალოს. ამ დროს ნახეთ ადამიანი არ არის თვითონ არც სიტუაცია არ არის ისეთი რომ თქვათ აი აფორიაქება გქონდეს ან რაღაცა არა ეს რო იყოს პირიქით ვეთყოდეთ რომ ადამიანი აფორიაქებულია ნერვიულობს ფიქრობს სწორი არჩევანი გავაკეთო თუ არა რა ვქნა მაგრამ აქ პირიქით ადამიანი არის იმაზე რომ მე მჯერა ჩემი მე მაგ შესაძლებლობები უბრალოდ მე მინდა რომ ამ სიტუაციამ შეცვალოს საერთოდ ჩემი ცხოვრება რაც არ მჭირდება უკვე წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან. აი ესეთი აქ და შესაძლებელი გამოცდილებაც ეგ არის, რომ შეიცვლება მისი ცხოვრება. ვნახოთ ახლა რა აქ დამალული, ხო? ანუ მისი ნამდვილი მიზეზები, ანუ რაც არის დამალული, ანუ გვეცნობიერად რა ხდება. Ну, აი ეს არის, რომ გვეცნობიერად ადამიანი არის აქ ჩემოსწავლების საყურადღებოდ, რა თქმა უნდა, მე-6 აი უკაცრავად აქ მე-7 ჯვარი არის, ანუ ესე იგი ადამიანი უკვე პრინციპში არის, როგორ იცით, აქ даже ნახეთ, აქაც არის არჩევანი, აქაც არის არჩევანი, ხო? ანუ დამალული მიზეზები რა აქვს ამ ადამიანს, რისთვის ჭირდება დაუშვოთ ახლა ეს სიტუაცია, რომ აი ასე შეცვალოს მისი ცხოვრება თუნდაც, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ოცნებები. ანუ ეს ადამიანი დგას შეიძლება არჩევანის წინ და ფიქრობს რა მინდა რომ აი ეს სიტუაცია რომ მოხდეს, ხო? ეგ სიტუაცია რომ კი შეიცვლება ჩემი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში რას ფიქრობს ეს ადამიანი გვეცნობიერად რომ მე მინდა რომ ანუ სწორი არჩევანი გავაკეთო და ისეთი არჩევანი რომ ბევრი რაღაცა მინდა, ბევრი ოცნება მაქვს რა, მაგრამ მე მინდა რომ ავარჩიო ის, რომელიც იქნება ნამდვილად ჩემთვის საჭირო, რომელიც შეცვლის ჩემს ცხოვრებას. იმიტომ რომ აქ მაინც არის ესე იგი ეს არის როგორ იცით, ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ როგორც ოცნება ადამიანის, რა გვეცნობიერად ადამიანი შეიძლება იმაზე ფიქრობს, იმაზე ეს მინდა, აქ იმიტომ რომ რაღაცა ეგრევე მაღალი არკანები წამოვიდნენ, ესე იგი გვაჩვენებენ ჩვენ რომ აქ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია ხდება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება ადამიანი დაფიქრდა რომ საერთოდ მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება რა ან ნუ ზოგი შეიძლება даже განქორწინებაზეც ფიქრობს არ გამოვრიცხავ მე ამას ან შეიძლება даже ან ორსულობაც რა თქმა უნდა როცა თქვა მე მინდა შვილი გავაჩინო всё ცხოვრება ადამიანის შეიცვლება ნამდვილად და ეს არის მისი ოცნება ან შეიძლება დაუშვოთ თუნდაც ანუ კიდე საქმე ნუ აქ ბევრი ახლა საჯარო გაშლაში და აქ ბევრი ინფორმაცია შეგვიძლია ამოვიღოთ ჩვენ მე ახლა უბრალოდ მინდა განახოთ თქვენ ეს პოზიციები როგორ მუშაობს და რა თქმა უნდა ვინც ისე უყურებს რომ გაიგოს მისი სიტუაცია როგორ გადაწყდება. ეხლა შემდეგი ჩვენ გვაქვს პოზიცია ანუ როგორ ამ სიტუაციაზე როგორ მოქმედებს წარსული. აი წარსული რას ნახეთ სულ მაღალი არკანები. აქ შემიძლია ვთქვა რომ ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობდა. შეიძლება ანუ თუ დაუშვათ რაღაც მომდის ისე რადგან განდეგელი არის ცოდნა რომელიც საკრალური ცოდნა არის შეიძლება აქ ადამიანი ფიქრობს რამე ცოდნის გაცემა და მოვიდა უკვე იმისი დრო აქ რომ ეს ცოდნა გასცეს იმიტომ რომ
მე-16 არკანი ეს კიდევაც არის კარმული არკანი, ხო? ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს რამე საკრალური ცოდნა ან უნდა რომ მიიღოს, აი ნახეთ, ადამიანს შეიძლება ფიქრობს ბევრს, რომ დაუშვოთ აი სიტყვაზე მე მინდა ჩემი ცხოვრება, ანუ შეიცვალოს, არჩევანი გავაკეთე, ხო? ეს არის ჩემი ოცნება, რომ შეიცვალოს ყველაფერი აბსოლუტურად და მაგაზე დიდხანს ფიქრობ და თან გრძნობს ადამიანი, რომ მას აქ დაუშვოთ საკრალური ცოდნა რაღაცა და ამ ცოდნით მე შემიძლია თქვათ ავასრულო მე ჩემი ოცნებები და ჩემი თქვათ შეცვალო ჩემი ცხოვრება. შემდეგი პოზიცია ჩვენ ვნახოთ არის მე-6, ანუ ახლო მომავალი, აგერ არის წინსვლა. ანუ აქ უკვე გვაჩვენებენ ჩვენ, რომ ადამიანს უკვე შეუძლია, რომ რაღაცას მიაღწიოს. შეუძლია, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ, ჩვენ რომ ავიღოთ დაუშვოთ მე-6 ენერგია, აქ კიდე პოზიციები შეგვიძლია წავიკითხოთ ერთად, ну ახლა გავხსნით ჯერ ბოლომდე და მე უკვე აგიხსნით კიდე რა პოზიციები შეგვიძლია წავიკითხოთ ჩვენ ერთად, რომ უფრო მეტ ინფორმაციას მოგზავნოთ. ანუ აქ უკვე ჩვენ გვაჩვენებენ იმას, რომ კი ბატონო, შენ სწორედ გზაზე ადგახარ, შენ უკვე შეგიძლია ახლო მომავალში მიაღწიო იმას, რომ ეს სიტუაცია ნამდვილად იქნება გაუმკლავი, ну შენ სასარგებლოდ მოხდება ყველა ვარიანტში. ეხლა მე-7 პოზიცია ჩვენ გვაქვს, ანუ თვითონ ამ მკითხველი ამ სიტუაციაში როგორ გრძნობ თავს, ეს თითქოს მსგავსი არის აი ამ პირველ პოზიციას და ნახეთ, აი ჩემ მოსწავლებისთვის საყურად ღებოთ, ნახეთ ახლა აქ არის მე-3 ჯვარი. ანუ ეს არის დაწყება, ვიცი ჩვენ, რომ ეს რაღაცა იმპულსი, ეს არის რაღაცა თვითონ ადამიანი არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მე მინდა, მე ეს მომწონს, ანუ პრინციპში აქ არის ეტყობა აშკარად, რომ ადამიანი არ არის ცუდ მდგომარეობაში, კაი მდგომარეობაში, თუ საქმეზე ფიქრობს დაუშვოთ, ხო? ამ შემთხვევაში ნამდვილად აი დაუშვოთ ახლა რომ გადავიტანოთ თუნდაც ახლა ტარო შესწავლაზე, ხო? რადგან ახლა ჩვენ ახლა ის გაშლა მაქვს როგორც გაკვეთილი, ხო? გინდათ სასიყვარულო თემაზე. აქ შეგვიძლია თქვათ, რომ ადამიანს აქვს იმისი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ იცის ამ ადამიანმა როგორც აი თქვათ თუ ურთიერთობაზე გინდა გაშორდეს, აი მაგ რაღაც ფიქრობ, რომ უფრო შეიძლება ну, გაშორებაც შეიძლება იყოს, მოდით არ ვივარაუდოთ ახლა, ავიღოთ დაუშვოთ ვეცდები მაქსიმალურად რობოტ ენერგიებით მოგიყვეთ, რომ თქვენ სიტუაციაზე გადაიტანეთ. ანუ, ნახეთ, მდგომარეობა ადამიანის არის ძალიან მშვენიერი, ძალიან კარგი, იმიტომ რომ აქ არის ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს აქ ეს რაღაცა შეიძლება ახალი, რაზეც ფიქრობ მე, ვოცნებობ, ვიცი რომ ეს მე აი ვიცი, მე უკვე ვიცი, მე აქ ბევრი ნაფიქრებელი, ბევრი აქ ახლა ადამიანი არ არის, რომ ისეთ მდგომარეობაში, რომ გუშინ რაღაცა უწყოთ მაგას დაარტყა თავში და რაღაცა უნდა შევცვალოთ ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ცოდნაც აქ ადამიანს, რომ აი ამ სიტუაციას გაუმკლავდეს და პლუს ნახეთ, მაღალი არკანები სულ მოდის და ძალიან ისეთი, რომ სწორი არჩევანი გააკეთე, შენ გეუბნება და შეიძლება საზოგადოებაც რა, რომ და წინსვლა გექნება აუცილებლად და ადამიანის არის აქ ისეთი მდგომარეობაში, აი გრძნობს, რომ რაღაცა კარგი უნდა იყოს, ანუ ნამდვილად ეხლა ცუდი რამეები არა წუხებს ამ ადამიანს უეჭველე. შემდეგი სიტუაცია ნახოთ, ანუ ისევ ესე იგი მეორე და მე-8 პოზიცია შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ აქ ერთად, ანუ როგორ გარე ფაქტორები როგორ მოქმედებენ ამ სიტუაციაზე. ну, შეხედეთ რა არკანები არის. კი ბატონო, აქაც სწორი არჩევანი გააკეთა ადამიანი, იმიტომ რომ იცის, რომ შეიძლება ეს მე კარგად ვიქნები, მე სიუხვეც მექნება, მე ძალიან მშვენივრად ვიგრძნობ თავს, იმიტომ რომ ეს არჩევანი არის ძალიან კარგი და გარეთა ფაქტორებიც ისე მოქმედებენ, რომ ნამდვილად აი ესეთი შეგრძნება, რომ აი თითქოს უნდა ყველას, რომ შენში ხედავენ ამ ცოდნას და იციან, რომ ის ცოდნა, რომელიც შენ გააქვს, შენ რო გასცემ, ეს იქნება ყველასთვის ძვირფასი.
ან პროექტი დაუშვათ, რომელიც შენ ფიქრობ, ან რასაც შენ ჩაიფიქრე და ეს სიტუაცია. ანუ აქ დაჟე გარედანაც ხო ხალხი თქვა თუ გაინტერესებს ხვისი აზრი, აქაც გვეუბნებიან, რომ ნამდვილად შენ გამოგივა, ანუ ნამდვილად ადამიანებსაც სჯერა. შენ ხო გჯერა, რომ გინდა რომ შეიცვალოს შენი სიტუაცია და აქ არის ზუსტად ეს მომენტი, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, რაც შენ ჩაიფიქრე, ნამდვილად ახლა შენს კმაყოფილი იქნები და ნამდვილად ყველანაირად სიტუაციას, გარე ფაქტორებიც გიწყობენ ხელს. და რისი იმედები აქვს ვნახოთ ჩვენ და ან შეიძლება რამე შიშები. აი რისი იმედი აქვს იმისი, რომ მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. მე მაქვს ცოდნა, მე-9 ჯვარი გოგოებო, ბავშვებო, ჩემო მოსწავლეებო. მე-9 ჯვარი, მე მაქვს იმედი იმისი, რომ მე ყველაფერი უკვე ვიცი, მე შემიძლია, მე მომწონს ის, რაც მე ნამდვილად მინდა რომ გავაკეთო და ანუ აქ საერთოდ კიდე გითხარით მე თქვენ მეორე და მერვე მეკანახეთ თქვენ რომ იკითხება ერთად და კიდე შეგვიძლია წავიკითხო ჩვენ მე-3 პოზიცია, მე-6 პოზიცია და მე-10 პოზიცია არის შედეგი. ანუ შედეგი. ანუ შეხედეთ როგორ წავიკითხავთ ჩვენ. ნამდვილად აქ უკვე ეს ადამიანის ძრახვები მიიყვანებენ იმ დონეზე, რომ კი გამარჯვებული იქნება და პლუს კიდე მისი ყველა ეს მისი გამოცდილება ნამდვილად გამოადგება, აქაც გამოცდილება გვაქვს ჩვენ, გამოადგება და იქნება ძალიან მაგარი წინსვლა, იმიტომ რომ აქ უკვე თითქოს ადამიანი მიუახლოვდა იმას იმ დონეზე არის, რომ იცის, აი 100%-იანი აქ დარწმუნებულია, რომ ვიცი, რომ მე რასაც გავაკეთებ, ეს იქნება შეცვლის ჩემ ცხოვრებას, მე ამაზე დიდი ხანია ვოცნებობ, მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, უკვე დაფასებული ვარ, უკვე ეს არის ესეთი, ვიცი, რომ ეს სჭირდებათ ვინმეს დაუშვათ და ნამდვილად შედეგიც იქნება ისეთი, რომ ადამიანი შეძლებს ამ სიტუაციის დასრულებას და ძალიან მშვენივრად კარგად, იმიტომ რომ ეს სიტუაცია მართლა რაღაც ისე იქნება, რომ შეცვლის ყველაფერს და даже შემიძლია ვთქვა, რომ აქ იქნება კარგი, თუ დაუშვათ რამე პროექტი გაქვთ ჩაფიქრებული, რომელიც ნამდვილად თქვენი სიტუაციაში შეცვლის, ან სამსახურის ცვლილებას თუნდაც დაუშვათ თქვენ ფიქრობთ, ან საქმიანობაზე რამეზე თქვენ ფიქრობთ, რას მომიტანს მე, ხო, ანუ ვინც ტაროზე ჩაიფიქრა, უეჭველი ხა თქვენში გარის ეს ცოდნა, აუცილებლად ეს ცოდნა თქვენ იცით, რომ უნდა გაახსნათ, ეს უკვე თქვენი არჩევანი, თქვენ ეს მოგწონთ, თქვენ უკვე ამაზე ფიქრობთ სულ, ხო? და არჩევანსაც უკვე აკეთებთ, ჩვენ ვიცით, რომ აქედან მერვე ენერგიაში მივდივართ ჩვენ, ხო? მერვე ენერგია ეს ერთ-ერთი მნიშვნელობა მივდივარ ეზოტერიკაში და პლუს კიდე მე ვიცი, რომ მე ნამდვილად შემიძლია, მე მომწონს ეს საქმე და ნამდვილად აი დამთავრდება კიდე აქ რა. საერთოდ აქ შეიძლება ადამიანი გზა გამოიარა, დიდი გზა, რომელიც თქვათ, ვეძებდი ჩემს თავს. მე ჩემს თავს ვეძებდი, მე ჩემ პირად დანიშნულებას ვეძებდი, მე ჩემ პირად დანიშნულებას რისთვის მოვედი მე აქ. მე-9 ენერგიაში ადამიანი უფიქრდება ხშირად იმას, რომ მე აქ რა უნდა გავაკეთო ამ დედამიწაზე, რისთვის მოვედი და აი ზუსტად უკვე თან ამ დროს თან იცის, რომ ბევრი ცოდნა მაქვს, რაღაცა მაქვს გასაცემი, ჩემი იმედი მაქვს, უკვე ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ მე ვიცი რაღაცა, უბრალოდ უნდა გავბედო და პრინციპში სანერვიულოც კი არაფერი არ აქვს ადამიანს, უბრალოდ უნდა რომ თქვა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ეგ ასეა, ხო? და კი, ნამდვილად ეს ისეთი საქმეა, რომელიც შენ მოგიტანს, წინსვლასაც მოგიტანს, ახალი ეტაპი დაიწყება შენ ცხოვრებაში უეჭველი და პლუს კიდე დასრულდება შენი რაღაცა ეს პრობლემები, თუ რამე პრობლემები გქონდა, იმიტომ რომ აქ შემიძლია თქვა, რომ ადამიანი კმაყოფილიც იქნება ძალიან, ფინანსურადაც კარგად იქნება და საზოგადოებას მაგას მხარს დაუჭერს, იმიტომ რომ ეთყობა დაინტერესებული არის უკვე.
ხო, რო ვთქვათ, რომ ეს სწორი არჩევანი გააკეთეს შენ, ანუ აკადემიანს აქ უკვე სამომავლოდაც აი დააფასებენ ძალიან მაგას და ეს სიტუაცია რა თქმა უნდა ძალიან კარგად გაუმკლავდება და რის იმედიც აქვს ამ ადამიანს, ხო? რის იმედი აქვს, ეს დასრულდება ეგ სიტუაცია მისი გამარჯვებით. აი, ასეთი გაკვეთილიც იყო, ზოგისთვის შეიძლება არა მხოლოდ გაკვეთილი თქვენი სიტუაციაც იცანიეთ. და ნამდვილად ეს გაშლა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მე როგორც თქვი, ჩემო სწავლებისთვის მე დავდებ თქვენთან სასწავლებელ კურსზე და X სქემასაც დავადებ, რომ თქვენ მერე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გაშლა. აქ ხა რა თქმა უნდა თქვენ იცით, რომ ჩვენ ბევრი ფენა შეგვიძლია მოხსნათ, უბრალოდ ეხლა მე ამას როგორც ინფორმაციას ისიკაძლებ, თუ სურვილი გექნება, ჩავატაროთ მერე ცალკე კურსი რა არის გაკვეთილი და უფრო კიდე აგიხსნით, მაგრამ ნუ პრინციპში მე მგონი არ არის ესეთი ძნელი გაშლა და თქვენ ისედაც გამომკლავდებით, მithumedes მესამე კურსელები თქვენთვის იქნება ეს საერთოდ მე ვფიქრობ მეორე მესამე კურსელებისთვის ეს უკვე იქნება ადვილი წესაკითხი გაშლა.